დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი და ამ ვიდეოში მოკლედ უნდა შეგახვედროთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს. ესე იგი, წინა ვიდეოდან გამომდინარე, ვისაც არ გიყურებიათ წინა ვიდეო აუცილებლად გადადით, უყურეთ და ლაიქეთ და რაც თავარი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ეხლა ჩვენ წავალთ სულავასთან და იქიდან უკვე მოგიყვებით იმ სიახლეებს, რასაც დაგკვირდით წინა ვიდეოში. რაღაც ნაწილები ვიყიდე, უბრალოდ ფიზიკურად არ იყო საინტერესო პროცესი, შესაბამისად ეგ ყველაფერი არ გადამიღია და ვავალთ უკვე სულავასთან, შემდეგ უკვე იქიდან მოგიყვებით ყველა იმ სიახლის შესახებ, რაც ხდება ჩვენს თავს. შესაბამისად დარჩით აუცილებლად ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ, არხის გამოწერა და მოკლედ დავეშვათ ჩვენს ავიდეთ გიოსთან. მოკლედ ეხლა გზაში ვართ. სადღაც 15-20 წუთში სავარაუდოდ მაქსიმუმ მიგვიქნებით, ცოტა საცოვი მომენტია უკანა მხარეს და აქაც ხა დიდად გზა სიცარიელით არ გამოირჩევა, მაგრამ სადღაც 15 წუთში უკვე მივალთ. დანარჩენს კი იქიდან დაგიბრუნდებით. ეხლა ტელეფონით ვიღებ წერან არ გამოჩნდა, მაგრამ აი ესე 30-40 კმ/სთ-ით მოძრაობ მთელი ზოლი ორივე მხარეს. ჩვენც მოვედით თითქმის სულავასთან ვინც არიცით როგორ ამოხვიდეთ. თქვენ მოწერვანში წეულებიდან რომ ამოხვალთ ზემოთ არის პირველივე მარცხენა შესახვევში. აღწერაში ნახავთ ლინკს სულავა პერფორმანსი რო ჩაწეროთ Google Maps-ში, ზუსტად მოგიყვანთ აქ. შევდეთ. კიოსკი დაურეკე წერან, იცის რომ უნდა მოვიდეთ და მანქანას არ გავაჩერებ ხა. და შევდეთ შევდეთ. ჩვენ ზუგდიდოები ნახეს ყველები. ორწამე ხა ისე რომ არ გამომიწეს. გამოგიცეთ. კიო არ არის ჯერ მოსული მგონი. და პირდაპირ შემოვაჭრე. მოვა ნახავდა გეტყვი. გორა ხიო. გავახარ დაჩი. რაუ, დაიქნებს. გადავყვა. რა იქნა? გადავახვით ნორმალთან. და თან ვერ საერთოდ ვერ გავახვედით. აკი ეძრავი არის ჩამორა. ამაზე ხო ის რაღაც მოგივიდათ ხო? მე ჩამოვიღე და უკვე შევთვალე. მოკლედ, მოვედით გიოსთან. გამარჯობათ. ესე იგი, ჩემ მანქანაზე თავიდან ჩვენი გეგმა იყო, რომ თავისრავი დაგვეტოვებინა და აგვეწყო სტროკერი, ხო? კი ბატონო. და ანუ რეალური პრობლემა ხა ვისაც სიტყვაზე უნდა რა და გონია რომ აი მარტივად იშოვება ნაწილები და მარტივ გასაკეთებელი არის. აი ჩვენ შემთხვევაში აი ყველაზე დიდი პრობლემა ნაწილებმა გამოიწვია ხა. ნაწილები კი ნაწილების კარგი ნაწილები ვერ ვიშოვეთ, როგორც მე ვიყვარს ხარისხიანი და კარგი ნაწილებით რო ავაწყოთ, ვერ ვიშოვეთ წესიერი ნაწილებით, რაც ვნახეთ დახაზული იყო, ჩახაზული იყო, ზომასაცდენილი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ მაგძრავს თავი დავანებო და პირდაპირ ჩავგვეყენებინა ორვანუსიანი 3-0 M54 ძრავი. და მანდაც თავიდან გვეგონა რომ მარტივად რაღაც დავსერჩავდით და ვიპოვიდით ძრავს, რომელიც იქნებოდა ნორმალურ მდგომარეობაში წყოვანებიდან და გარბენიდან გამომდინარე და ბოლოს უკვე სათვალავი აგვერია. Ну, რაც მახსოვს, ერთი 8 ძრავი იყო, რაც გიომში ამოწვა ნახა და იყო გაუბედურებული. Ну, ყველაზე დიდი პრობლემა იყო ცილინდრებში რო ჩავიხედეთ კამერით, ცილინდრები იყო განადგურებული და ის ძრავი გვეყიდა, დაგვეგილზადა, თავიდან გვეკეთებინა, არ გვინდოდა უფრო დიდ ხარჯზე გავდიოდით და მაგიტომ ვეძებდით ნორმალურ ძრავს, რომელსაც დაშლა არ დაჭირდებოდა. პარალელურად თან ისეთი ვერსიებიც გაგვეჩითა, ასე ვთქვათ, აი ZHP-ი და თან ასე შემდეგ ან რას პრობლემ ჩალაგებული ძრავი, მაგრამ ანუ
ფაქტი იყო ის, რომ ყველა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ძალიან დეტალურ დაშლას და აღდგენას საჭიროებდა რა. რაც ისეთ ხარჯებზე გადის, რომ ფიზიკურად არ ღირს და აი უაზრობა იქნებოდა რა. კი ბატონო. ნუ მოკლედ რომ დავითვალეთ ეს ერთვანუსიანი ძრავი რომ ამოგვეღოდა დაგვესერვისებინა და სტროკერი გაგვიკეთებინა რასპედულები რაღაცები შეგვეცვალა ისეთ თანხაზე ავდიოდით რომ პირდაპირ ვიყიდეთ 3-დან 2 ორვანუსიანი ძრავი რა. თან პლატფორმა ბევრად მარტივი არის. რაც გვენდომება ერთადერთი გამშვებს დავაყენებთ რასპედულებს შავალაგებთ და ანუ ისეთ შედეგს მივიღებთ რომ აი სავსებით საკმარისი იქნება მაგ კუზაოსთვის ზოგადად მით უმეტეს და თან პლუს თუ ბოლომდე არ ავაწყობ სალონს და იმ გეგმას გავუყვები რაც მე მინდა სავსებით ეყოფა და ძალიან კაი გასართობი ემოციური მანქანა გამოვა რა. რაც შეეხება ეხლა ჩემ მანქანას ზოგადად შეგახიდებთ დეტალურად არ გაჩვენებთ ეხლა იმიტომ რომ ამ მანქანაზე საერთოდ ცალკე ვიდეო მაქვს მე გადასაღები სადაც მოგიყვებით ზოგადად ამ მანქანასთან რა მაკავშირებს რატო ვაკეთებ საერთოდ ამ მანქანას ეს არის ჩემი E36 რომელიც ძალიან მიყვარს და არის აი ისეთ მნიშვნელობას ატარებს ჩემთვის რომ მოკლედ შიგნიდან არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივ ეხლა დაშლილი მყავს ნუ იდეაში თავიდან მოგიყვებით შიგნით რო შევა იდეაში რა ამ მანქანის გეგმა არ იყო რომ ყოფილიყო ქარხნული მანქანა თავიდან იდეა იყო რომ დრიფტკარი უნდა ყოფილიყო მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დრო მიდის ძალიან ბევრი მოსაზრება იცვლება ზოგადად ადამიანები ვართ ხან რას ფიქრობთ ხან რას და ნუ ამ შემთხვევაში ეგრე მოხდა და საერთოდ სხვა მიმართულებით გადავწყვიტე წასვლა საბოლოო გემში რაც შეეხება ამ მიმართულებას მოკლედ რა თქმა უნდა ამას როგორც ასეთი პროექტები იხილავთ ვიდეოებს ნახავთ და იმედია მოგეწონება მსგავსი ვიდეოები იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გაგაცნობთ უფრო ახლოდან რომელსაც შორიდან იცნობთ და არიან ისედაც თქვენთვის საყვარელი ადამიანები ან შეიძლება არ იცნობთ და გაიცნობთ ამ პროექტის განმავლობაში მე რეგიონს გვაკავშირებს იმდენი ისტორია და იმდენი წელი რომ ალბათ ესე ცოტა ვიდეოებში რაღაცების მოყოლასაც შევძლებთ ძალიან ბევრი სასაცილო ისტორიები გვაქვს ძალიან ბევრი რაღაც გადავხდარათ თავს ერთად და მოკლედ მეუბნება ყველაფერი იქნება რა პროექტის პარალელურად ისეთი ისტორიები რომელიც ძალიან კარგი მოსასმენი არის ძრავის შემთხვევაში მაგრად გაგვიმართლა აი აქ F90-ს რო ხედავთ ამ მანქანის მე პატრონის ყავდა მეხუთე სერია რომელსაც აწყობდა და მას ნოიდანაც ყოველი ძრასებისებული ძრავი ჰქონდა ჩადგმული თავის ავტომობილში და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ ძველი მე პატრონე ვეღარ იპოვა ამ მანქანის შესაბამისად გადაუფორმებელი დარჩა ეს მანქანა და დაიწყო დაშლა და ძალიან შემთხვევით გაიგო კიოსკან რომ მე ვეძებდი ზუსტად იგივე მონაცემების ძრავს. შესაბამისად შემრჩა საბოლოო ჯამში 0-დან დასერვისებული 3-დან 0 ორვანუსიანი ძრავი, რომელიც შეიდგება ჩემს E36-ში, რომელიც არის სედანი, როგორც უკვე ნახეთ. რატომ სედანი? იმიტომ რომ ჩემპიად გემოვნებაში სედანი უფრო ჯდება. კუპეს ძალიან ლამაზია, მაგრამ ნუ ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს. მე სედანი უფრო მომწონდა და მაგიტო ვიყიდე სედანი დაახლოებით 5 წლის წინ. და ეს მანქანა ჩემ ხელში არის 5 წელი დაახლოებით. ბოლო შეიძლება ითქვას 1 წელი, ნუ გიოსთან არის უკვე, იმიტომ რომ ძალიან გაიწელა ფიზიკურად ეს ძებნის პროცესი, რომელიც გვეგონა რომ რამოდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო ყველაფრით აბსოლუტურად. უბრალოდ ძებნაში გაიწელა და უაზრო ძრავების შემოწმებაში რეალურად და ნუ საბოლოო ჯამში რაც მთავარი არის, ყველაზე კაი ვარიანტი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ზოგადად ჩამოაქვს ძრავები, მინდა თუ დაწერთ კომენტარებში. გზიდანაც კი გქონდა რამოდენიმე ძრავი შენახული, როგორც ZHP იყო ეს, 3-დან 0-იც იყო და არც ერთმა არ გაამართლა და მოკლედ, ნუ ვისაც შორიდან გგონიათ ზოგადად, რომ მარტივად შეიძლება ეს რაღაცის გაკეთება, რომ უბრალოდ ძრავი იყიდა ჩადგა, ნუ რეალურად არ არის ეგ. და მაგიტო გავუწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე ცალკე ვიდეო გადამეღო. მეც ეგრე მეგონა, სანამ ყველაფერში თავს შემოვყოფდი. ნუ თავი რო დაიწყოთ, რა თქმა უნდა, გიოსნაირი ადამიანი გჭირდებათ, თორე აუცილებლად აი სადღაცას მაინც მოგატყუებენ და ისე ძრავს გაყიდინებენ, რომ საბოლოო ჯამში მაინც გასაკეთებელი გაგიხდებათ. ან ის ძრავი გადასაკეთები და სხვა ძრავის აყიდები. რაც შეეხება მანქანას, ჩემი მანქანა, სანამ დეტალურად ზოგადად დაგათვალიერებინებთ, არის გერმანული E36 ვარ მესამე პატრონე
წამოვიყვანე ასევე ავტომოყვარული საკმაოდ ასაკიანი კაცის სახლიდან, სადაც თანამედროვე ავტომობილები გარეთ ყავდა გაჩერებული და მხოლოდ ერთადერთი ეს მანქანა იყო, რომელსაც სათუთოდ უვლიდა და ინახავდა საკუთარ ავტოფარეხში. მანქანის წამოყვანასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოაყოლა ამ მანქანის წიგნები, რომელიც გერმანიიდან ჩამოყვა ამ მანქანას და იყო ბევრად კარგ მდგომარეობაში იმ პერიოდში, როცა მე ვიყიდე, ვიდრე არის ახლა. თუმცა ამ პროექტის აზრი და ამ ვიდეოს აზრი რეალურად არის ის, რომ ყველაფრიდან, როცა თქვენ გაქვთ სურვილი და მიზანი, შეგიძლიათ შექმნათ ის, რასაც თქვენ ხედავთ და აი თქვენი ხედვა, რასაც გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, ყოველთვის უნდა მიყვეთ მას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ის სერიები, რაც დაიწყება მალე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, ვიდეოები დაალაიქეთ და ასევე დაწერეთ კომენტარებში, თუ მოგწონთ ესეთი პროექტის სტილის ვიდეოები. გიოსტოს ეს 30, რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს. ზოგადად 30-ის კუზაო მე ძალიან მიყვარს და ჩემი მანქანა რო არ მეპოვა შემთხვევით, რომელიც მაი აუტოზე დათვალიერებისას ზუსტად 1 საათის ატვირთული იყო, როცა ვნახე, დაურეკე მივედი და ვიყიდე შეუმოწმებლად. უკანა მხარეს მიყენია ახლა M3-ის ბამპერი. 26-ის M3-ის ბამპერი. თან შეიძლება რომ თქვა, გვიყენია ასევე დისკები და ვიზუალურად რაც მანქანას არ ეტყობა არის M3-ის მთლიანი სავალი ნაწილი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ყუმბარები, რომელიც M3-ს ბევრად გამძლე, ბევრად დიდი ზომის უყენია. ასევე დაკიდების სისტემა მიყენია სირბილე, სიგრუვის და სიმაღლეს CW-ს რეგულირებით. დანარჩენი ტექნიკურად ამ ეტაპზე სხვა არაფერი არ მაქვს მანქანაზე გაკეთებული. იწყობოდა და თან მერე გაიწევა. პარალელურად ასევე ეს მანქანა როცა შევიძინე იყო ავტომატიკა მერე გამექანიკდა და ამ ყველაფერს ვაკეთებდი საკმაოდ დიდი ხნის წინ. წლების წინ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. და ზოგადად ამ ყველაფრის კეთებაში და ამ დროის გასვლაში და ამ მანქანას ამე საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება ჩაომიყალიბ და ჩემთვის საერთოდ სხვა მნიშვნელობას ატარებს და მოკლედ სხვანაირად მიყვარს ეს მანქანა. ჩემთვის ეს მანქანა ყველა თანამედროვე მანქანაზე ზემოთნას. რაც მყოლია და მეყოლება აბსოლუტურად. სხვა ადგილი უკავია ჩემ გულს. შესაბამისად ამ მანქანის ვიდეოებს არ მოგაკლებთ აწი უკვე. ამ ვიდეოთი გახსნათ ვაცხადებ 36-ის პროექტს. 5 minutes later. მოკლედ ესე არა. ადამიანს ენდობი და მაშინ დაგაღალატებს, როცა არ ელოდები. ესე იგი, წამოვედი მე იმ მაღაზიიდან, პარკში არც ჩამიხედავს, ჩემი ბრალი არის. უნდა ჩამეხედა, მართალი ხარ. და თურმე ეს ზედა კრიშკის პრაკლატკას რაც ეძახიან, ეგ ჩადო და ჩამიდო ერთი ცალი პადმატონი. ხო და ეხა უკან უნდა ჩავიდე. წამოვიღო ჩემი მეორე პადმატონიც. და ისევ ამოვკუნდე. შესაბამისად ეს ყველა ზოგადად ყოველდღიურობის თავისი წესი არის, რომ ყველაფერს რაღაცა უნდა გამოგრჩეს. შენან სხვის გამო, ამ შემთხვევაში ხა მარტო სხვას ვერ დავაბრალებ, იმიტომ რომ ჩაიმბრალისა ფიზიკურად რომ პარკში არ ჩავიხედა, არ შევამოწმე და საერთოდ აიდო იქნებ სხვა რაღაცებს მატანდა, მაგრამ მოკლედ ორივეს ბრალი დავარქვათ რა ამ ყველაფერს. და მოკლედ ძალიან ბევრი ყოველთვის ესე ხდება რა მანქანას რო აკეთებ და რაღაც ნაწილი რო აგაკ, ან არასწორი ნაწილია, ან რაღაცა აკლია ხოლმე, ესეთი წესი არის. ვინც მანქანას აკეთებთ, ეხა იმენა მიხვდებით, რასაც გულისხმობთ. კაი, დავიზრათ, ეხა უცბად ჩავალ, იგივე მაღაზიაში მივალ და მეორე პადმატონსაც წამოვიხდი. Meanwhile. წამოვედით ახლა იმ კონკრეტული მაღაზიიდან, სადაც მანამდე ვიყავი, უბრალოდ ეხლა მე ფეიქრებზე ჩამოვედი. 40 წუთი დამჭირდა აქ მოსასვლელად რა ავიღე მეორე პადმატონიც. მეც უნდა შემოწმებინა როგორც მანამდე ვთქვი. კაი, ეხლა ისო მივდივართ გიოსკენ, ალბათ
უკანა გზობასაც სადღაც ეგრე 40 წუთი მაინც დამჭირდება. გამდინარე იქიდან რომ ეხა ჩვენ ქუჩებში არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ თავისუფლად ვიმოძრავოთ, ყველგან არის სულ საცობი, ყველგან არის სულ შეფერხება და ეხაც ანალოგიურად. ამოვედით ისევ გიოსთან. რაც შეეხება ეხა დანარჩენს, ჩვენი ძრავი არის ამოღებული, ანუ როგორც ჩვენი მანქანის, ასევე იმ მანქანის რო გადმოგვეტანა ბარემ თითოეული ნაწილი იმ მანქანიდან და ესე ცალკეულად არ მოგვეძიებინა. გამომდინარე იქიდან, რომ როცა ცალკეულად ეძებ ეგეთ დეტალებს, ხარჯებიც ბევრად მაღლა გარბის და ის დროც აი უაზრობაში იკარგება უბრალოდ ფიზიკურად. ესეც ჩვენი ძრავი, რომელიც ჩადგება ჩვენს 66-ში. ამას ისა აქვს ხო რა ქვია თავისი ელექტროობით უნდა ჩადგეს და ყველაფერი და აი ისი გადაკეთებები მოუწევს. ელექტროობის მეხუთე სერიას სხვანაირი ელექტროობა აქვს, მესამე სერიას სხვანაირი ელექტროობა აქვს და უნდა გადავაკეთოთ ეს კაბელები მეხუთე სერიას იქით ერთდება, მესამე სერიას მარცხენა მხარეს ერთდება, ბოლის მხარეს. და დანარჩენი ტექნიკური სირთულე აქვს ამა. ანუ აუ გასართობად აუ სავსებით საკმარისი იქნება პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და სანამ თან მით უმეტეს ისა მანქანა კაი ხანი ბოლომდე არც უნდა ავაწყო მე და შედარებით სუბუქი იქნება და სიარულით კარგად იქნება. მე კოლექტორს რაღაცა შეუცვლი და ცოტაც მოემატება და უფრო უკეთესად წავა. და აი კოლექტორს რო შევცვლით, მე ის პროგრამა დაჭირდება. პროგრამა ყველა ვარიანტში დაჭირდება. კი, ნებისმიერ რაღაცა დეტალის შეცვლის დროს, ელემენტარული სპორტული ფილტრის დაყენების დროსაც ოდნავ კორექციები მაინც ჭირდება. და ეგ კოლექტორის სიტყვაზე, აი დაახლოებით რა შედეგს იძლევა ხოლმე. გამშვები კოლექტორი ატმოსფერულ ძრავზე დიდ შედეგს იძლევა, იმიტომ რომ ქარხნულად ამ ძრავებს ნებისმიერ სხვა BMW-ს ატმოსფერულ ძრავებს უყენია ეკოლოგიაზე გათვლილი კოლექტორი და კოლექტორის შეცვლის შემდეგ ძალიან დიდ შედეგს იძლევა რა. ოღონდ შესაბამისად პროგრამას ჭირდება სამაგისოდ. ნუ პირველი მოდიფიკაცია ეგ იქნება, რასაც დავაყენებთ ამ ძრავზე. ნუ დანარჩენი ხა როგორც ასეთი პროგრამა ისედაც წერია, ხო ეხა ამ ძრავში გაკეთებული არის. და ოდნავ მეტი ცხენი აქვს ვიდრე ქარხნს, მაგრამ აი უკვე განსაცდელს რო დავაყენებთ კოლექტორს, ესე იგი მოემატება ცხენები ჩვენს ძრავს. ხო, ნუ დანარჩენი რაც იქნება ეხლა ძრავი რო გაისვაპება, ასე ვთქვათ, რომ ჩაიდება მანქანაში და მანქანით უკვე გადაადგილება რო იქნება შესაძლებელი. მე უკვე გვეცოდინება ის შემდეგი საჭირო დეტალები. თუ რაიმე პრობლემა იქნება ან ასე შემდეგ. უბრალოდ 1000 ცხენს პლუსმის ხო გაუძლებს. დიანის დისკები ამოწონს მე ძალიან კარგი. კარგი გამოიყო. და ეს გამშვები ხა დინამის აყენია? არა, ეხლა ეს სხვა აყენია, ესაა ტრეკის ვერსია, გამშვები აყენია, რომელსაც არანაირი ბაჩოკი არანაირი ხმის ჩამხშობი არ აქვს, პირდაპირ ცარიელი ტრუბები არის, ეს არის ამერიკული და ბრენდი არის, მაინც სადაც წერია. AW Power. AW-ის გამშვები კი ვიცი. და ესაა ტრეკზე სასიარულო ამ ვიხლოპის სიარული ქალაქში არ არის კარგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმა. სულ დიდი ხმა, ხო? სულ დიდი ხმა. რაც უნდა გაუთიშო, აქვს დროსელები ექთიდან იკეტება, მაგრამ მაინც დიდი ხმა აქვს რა. ქალაქში სასიარულოდ ეს არ არის. ეს მარტო დრაგისტრის გვაქვს ეს გუშტელი. ქალაქის ვერსია დინანები გვაქვს ჩამოტანილი, დინანს დავაყენებთ, ბრენდირებულია, ოფიციალურია, თვითნებურად გადაკეთებული არ არის. საბუთს ავიღებთ, რომ ეს ბრენდირებულია და ამ მანქანისაა შექმნილი და არ შეაწუხებს არავის. ხო, დინას დროსო დაკეტილზე არც ექნება გამაღიზიანებები. ხო, ნუ ამას დარწმუნებული ვარ ძალიან. ამას არაფერი აქვს, ცარიელი ტრუბები აქვს. ხო, პირდაპირ ხმის ჩამხშობი არაფერი არ აქვს. ხო, არ ჩანს აი. ამიტომ ეს ამას ძალიან დიდი ხმა. ამას მართლა ძალიან დიდი ხმა ექნება. ეს ვიყიდეთ მარტო ეს დრაგისტვის რა, როცა ტრეკზე გავალთ, მაშინ დავაყენებთ ხოლმე ამათ ქალაქში დინანი თუ იყოს. არა, სერიოზული არის. ტრეკისთვის გამშვები ზოგადად ძალიან მაგარი არის. ეგრევე რომ გამოაქვს ის ხმა, რაც რეალურად არის. წინაღობა არ არის. და ესეც წინააპორნები. ეგაპორნები აქ ვიყიდეთ მეორადები, მანქანა ჩამოყვა. ტრიტონის ბრენდი არის. და ბევრად კაი შედეგი მოგცა ქარხნულ აპორნთან შედარებით რა.
ესენი მაქვს მე სუპრაზე ნანახი რა ამერიკაში რო აყენებდნენ და იქაც ხა ეგ ბრენდი ძალიან მაგრამ მუშაობს და F90-ზე თან ხელა არის კამერაში არ არის ყველა ფიზიკურად და კარგად იმუშავებს. კი, მაგრამ დიდი შედეგი მოგცა, ჯერ წესიერთაც არ გვივლია მანქანით, მაგრამ რაც ვიარეთ, ძალიან დიდი წყობა აქვს ქარხნულ ტორმოზებთან შედარებით. ფერი მომწონს კიდე ძალიან ამ მანქანა. ფერის გამო იყიდა ეს მანქანა რეალურად, იმიტომ რომ წლოვანება იგივე აქვს, სალონის ფერი იგივე, ყველაფერი იგივე აქვს, უბრალოდ წითელია და რახან წითელია, მაგითო იყიდა ეს მანქანა და გადმოვაწყეთ ყველაფერი ამ მანქანაზე, იმ მანქანისთვის შეძენილი დეტალები ამაზე დავაყენეთ. ძალიან მაგარია. F90-ის კუზავზურად, რავი, ძალიან კაი გამოვიდა ფენავის. აი მაგალითად ამ მანქანით რო დავდივარ ხოლმე, ყველა ყურადღებას იქცევს და ყველა რაღაც ხელს გიწერს და სურათს გიღებს და ვიდეოს გიღებს და სერი მანქანით რო დავდიოდით, ყურადღებას ვერ იქცევს ეს მანქანა რა. ან ფერი არის ყველაფერი რა. არაფერი, ვითომ არაფერი და ფერი, წითელი ფერი და всё, ყველა ყურადღების ცენტრში ხარ სულ რა. აუქციონებზეც რა ფერის გამო იხდის ძალიან ბევრი თანხას, აი ფერი ან როცა იშვიათი ფერის მანქანა არის, ორჯერ მეტ ფასში გადის. აუ, ის ჩემი აზრით. და ეხლა ჩემი მექვს უნდა ავაძრო ფირი და გამოვაჩინო თავის ქარხნული ფერი. კაი აზრია. ეგ მექვს რა შოვა ის. დგას, ისვენებს გარაჟში. პროგრამას ველოდები რომ გავასწორო სმესი თორე. გასპედულები რომ შევცვალე. 11 და 3-ზე ჩამომივიდა სმესი და ძალიან ცუდი არის. მაინც ხო გასწარიყოთ. ეგრე გამოვიდა. როგორც ორდევას მე ვაფშე აღარ ექნება აზრი და ნახოთ გავასწორებ და რა გამოვა მე რო გავასწორებ სმეს და მოვარგებ მე გალოკები უნდა შევცვალო დაპორტირებული გალოკები მინდოს ეგერ და ჯერ არ ვაყენებ სპეციალურად ამდენი ვიწვალო დავაყენო და პროგრამულად ვერ გამისწორონ მაგიტო ჯერ გალოკებს არ ვაყენებ და რასპედულებზე პროგრამას რო გავასწორებ და მივალთ იმ შედეგამდე რაც მინდა მე გალოკებსაც შევცვლი და მე უფრო იჟი გამოვა მე ვაფშე აზრი აღარ ექნება არა ბეჭხარი ატმოსფეროლებიც არის კაცო ეხლა ფიჭერს ყავთ კორვეტი ყავთ არა M6-ში და M5-ში ვიცი მაგაში კი ორი ატმოსფეროები კი არის რაღაცები ამერიკიდან უნდა ჩამომივიდეს კომპიუტერიდან დავაყენებ გამოჩნდება რა გამოვა მაგარი ამბები გეოდევათ რა მაგარი ვიდეოები და აუ გიოს არხეალბათ ხა ყველას გეცოდინებათ მაინც იქნება აღწერაში მაგრამ აუცილებლად აუ გადადეთ თუ ვინმე ხართ ეგეთი რო არ გაქვთ გამოწერილი გამოიწერეთ დანარჩენ კიდე მაგარი ვიდეოები გამოაცა პლუს ეხა ჩვენს კიდე ამ ვიდეოებიც უნდა დავდოთ რა ფანზე ხა რო დავანასტრო იქ და რაღაცა უნდა გაიტესტოს რა აუცილებლად ვინ უნდა გატესტოს თუ არა შენ კი ბატონო გავიხსენებ ახალგაზრდობას 76 რომ ყავთ თან 4 კარიანი მიყვარს მე ძალიან და კაკრას მაგას ვიძახდი მეც წეღან რა რომ მეთქი მაგიტო ვიყიდე რა ჩემი მანქანა რომ სედანი იყო რეალურად. აი კუპეც მაგრამ მომწონს. სულ 2 კარიანი მყავდა მე, რამოდენიმე ვერსია მყავდა 2 კარიანები. ძრავებიდან გამომდინარე, ყველანაირი ძრავი მყავდა 36 და სულ მეუბნებოდა ჩემი ძვაკაც რომ 4 კარიანი ჯობია, 4 კარიანი ჯობია და სულ ეჭვობი მე დამანები თავი. 4 კარიანი M3 რო ვიყიდე, აი მივხვდი რომ მართლა სხვა არის რა. სანამ არ დაждები და არ გეყოლება და არ ივლი 4 კარიანით ვერ მივხვდები რა სხვაობა აქვს რა. ელემენტარულ უკან დამსვი, სკამი გადაწიე დამსვი რა, გააყარები დაჯექი. 2 კარიანს კიდე ყველა ცუდი რა აქვს, შუშა ჩამოწევლო და დიხარ უკან აწუხებს ხალხს. და 4 კარიანში ეგ პრობლემა არ აქვს. შუშა ამიწიე და რაღაცა პრობლემა არ აქვს. და სატარებლათაც მე 4 კარიანი მირჩევნია რა. თან დამსუბუქების თვალსაზრისითაც რო ამსუბუქებ უფრო მსუბუქი გამოდის სედანი ვიდრე კუპე. კი ბატონო. აუ მე ვიზუალურად მე კუპეც მომწონს რო რამე რა, მაგრამ სედანი უფრო მომწონს. აი მაგალითად F სერიებში F80 ბევრად ლამაზია ჩემთვის ვიდრე F82 რა. G80-იც ავტომატურად აი 4 კარიანი ჩემთვის ბევრად ლამაზია, უკანა მხარე უფრო რაღაცა დაბერილი რო ჩანს რა. უფრო ლამაზად ჩანს რა. ნუ ფერსაც გააჩნია ხა შავი ფერის არც F82 არ მომწონს და არც F80. მაგრამ აი ცოტა გამოკვეთილ ფერებში აი უკანა კრივები რო ჩანს 200-ზე არსაოს M3 ჯობია რა. კი და მე პირადად მირჩევნია. ძალიან ბევრი არის 4 კარიანი ვაფშე არ მოწონდა 2 კარიანი ურჩევნია, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი გემოვნებიდან 4 კარიანი ბევრად მირჩევნია. მეც ეგრე ვთვლი რომ ის არის ელეგანტურია და უფრო ლამაზი და კი ბატონო. და აგრესიული. მოკლედ ნელ-ნელა ჩვენც ახლა იმას ვსწავთ დავუშვებით. გიოსაც საქმე აქვს ახლა ასაწყობია მანქანები. მანქანები ასაწყობი არის. რავი, ვისაც მე ყავს ყველა გიოზე არის დამოკიდებული. მაგიტო
ესე იგი, ჩვენ მანქანაზე, ესე იგი რა ხდება ახლა ჩვენ მანქანაზე ხა ამ წითელ მანქანაზე მივაყენებ კარტერს. გეცოდინებათ ალბათ ვიდეო შეგვხდებოდა TikTok-ზე კარტერი რო გავტეხე. ეხლა ვაყენებთ კარტერს, დავაყენებ კარტერს და მე შემოვიყარ შენ მანქანაზე და ჩავდებ ძრავს. და მაქედან უკვე გაგრძელდება ჩვენი შემდეგი ნაწილი. შესაბამისად, რა უნდა ქნან? გამოიწერეთ არხი, რაც თავარია, დაჩის არხი გამოიწერეთ, ახლა ბევრ შეგვხდებათ ეს ვიდეო, ამიტომ დაჩი ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან მაგარი ოჯახის შვილია და გთხოვთ რომ გამოიწეროთ დაჩის არხი, რომ წინ და წინ წავიდეს დაჩი. აბა, დროებით და მოკლედ ძალიან ბევრი ვიდეო იქნება აქედან რა. არხის გამოწერა და გავიცდეთ და ვიდეოს წავა იქნება. დროებით. გაიხარეთ, კარგი.